დავბრუნდით პირდაპირ ეთერში სტუმარი შემოგვიერთდა მაკა გოგიაშვილი ოფთალმოლოგი. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. დღეს ვისაუბრებთ უახლეს მეთოდზე თვალის მკურნალობის, როგორც ვიცით, რომელიც არ გვსმენია არასდროს. რაც ახალი ინოვაციური მეთოდი არის, როგორც ვიცით. მაგოთერაპია შეგვიძლია დავარქვა. კი ბატონო, შეგვიძლია კი რა, ამ მეთოდს ქვია მაგოთერაპია. ძირითადად ის დაფუძნებულია ძალიან მნიშვნელოვან რამ. ანუ ჩვენი სლოგანი, დევიზი არის ის, რომ ჩვენ მკურნალობთ პაციენტს და არა დაავადებას. რაც გამოიხატება იმაში, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომ ინდივიდუალურია, ეს ყველასთვის ცნობილია და მას ჩვენ მოუძებნეთ ის ხერხი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია გამოვიცნოთ მისი პოტენციალი და შემდეგ გავაღორჯინოთ. ეს ზოგადად. უფრო კონკრეტულად, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩვენთან მოდის და მას შეიძლება ნებისმიერი ტიპის დაავადება ჰქონდეს თვალის. ჩვენი გამოკვლევებით, პირველივე ვიზიტისას, ჩვენ ვეუბნებით თუ რა პოტენციალი გააჩნია მას. უფრო მარტივად, რა რესურსი გააჩნია, რამდენად მოემატება მას მხედველობა და შემდეგ უკვე ვიღაცას მეორე ან მესამე გასინჯვაზე ეს დაპირებული მხედველობა ემატება. მე სადღაც ყოველგვარი მედიკამენტოზური ჩარევი, გარეგანი ოპერაციის, ქირურგიული ოპერაციისა და მედიკამენტების გარეშე. შეგიძლიათ გარანტია მისცეთ, ხო როგორც ვიცი. მოდით ასე შევთანხმდეთ. ჩვენ მაგოთერაპიის მკურნალობისას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. რა დაავადებით ხარ დაავადებული? რა ტიპის ნეულება გაქვთ? რამდენი წლის ბრძანდებით? ასაკსაც არ აქვს, ხო? არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს, აი კიდევ ეცდები, რომ ყველამ გაიგოს, რომ მარტივად რა რესურსი გააჩნია თქვენ ორგანიზმს. რა პოტენციალი გააჩნია და დაძლიოს ეს დაავადება. რომ ჩვენ ეს ავაღორჯინოთ. აი თუ თვითონ არს ჩაუწყდებით მაგოთერაპიის მადლობა. და კაი მხედველობა. თუ ჩვენ მაგოთერაპიის არს ჩაუწყდებით, მე გეტყვით ესეთ რამ. თვალის ფსკერზე ცხოვრობენ უჯრედები. მათი რაოდენობა არის, ელემენტარულად უთვლადი. ყველა ეს უჯრედი და ეს წინა საუკუნეში იყო დამტკიცებული, აღმოჩნდა რომ არის ცოცხალი, მაგრამ მიძინებულია. სამედიცინო ენაზე ამას ქვია პარაბიოტულ მდგომარეობაში. თუმცა ადრე იყო უამრავი გზა, რომ ეს უჯრედები გამოიყვანათ ამ მდგომარეობიდან ქირურგიულ ოპერაციებს აკეთებდნენ. ეს ხდებოდა იქ, სადაც ძველ კომუნისტურ დროს იყო ცოცხალი მეცნიერება და მე ღმერთს ყოველთვის მადლობას ვწირავ, რომ მე უფალმა ისე მოახერხა, რომ მე მოვხვდი სვიატოსლავ ფედოროვთან. აი ზუსტად იქ იყო ეს ცდელობები, რომ გაეცოცხლებინათ ეს უჯრედები ქირურგიული გზით და შემდეგ უკვე წავედით ბატონი სვიატოსლავი ღმერთთან ნათელში ამყოფოს მისცული, ჩემი თემის ხელმძღვანელი იყო, როგორც საასპირანტო, ისე სადოქტორანტო თემის. და მე მოვიფიქრეთ რამ, რომ მოდი რატო გავაკეთოთ ოპერაცია, თუ შეიძლება კანის ზემოდან განვათავსოთ აპარატურა და იმის მეშვეობით ანუ ქუთუთოს ზევიდან. ანუ სახის არეში. მაყურებლისთვის დიდი ბოდიში რომ გაწყენებთ ყოველთვის უფრო ნათელია თემა, როდესაც რაღაცა კონკრეტულ მაგალითებზე ვსაუბრობთ. მაგალითად, ჯაოს შემთხვევაში მოყავი, მოდი შენ ჯაოს არ პრობლემურია. მე მაქვს მაგალითად ორივე თვალში -3-მდე. ერთში მაქვს 2.75, მეორეში -3. ანუ მაინც ასინქრონია. ერთნაირად ხო, ერთნაირად არ მაქვს. აი მოვედი ვთქვათ თქვენთან, რას შემომთავაზებთ პირველ ჯერზე. რომ ანუ მოვედი რაღაცა სიასი ჩავიტარე და შემდეგ აღმიდგება სრულიად ეს მხედველობა, თუ ჯერ განისაზღვრება რამდენად შეიძლება ჩემი მხედველობის აღდგენა. დავწყებ იქიდან, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი კლინიკა, რომელიც კატეგორიულად ვუარყოფთ სათვალეებსა და ლინზებს. რატო აგიხსნით? აი თქვენ ძალიან მიხარია, რომ ეს მითხარით. სანამ ლინზების ტარებას დაიწყებდით, რა ზომა სათვალით დაიწყეთ? ოღონ გულწრფელად. თავი და სათვალე დავიწყე 0.75-დან. ალბათ გარდამტეხ ასაკში თუ უფრო ადრე. ხო, 13 წლის ვიყავი პირველად. გარდამტეხ ასაკზე მე თუ გამახსენებთ, დაუბრუნდები ამ თემას. ანუ გარდამტეხ ასაკში თქვენ დაიწყეთ 0.75. რამდენი წელი ატარებდით სათვალეს? 3-4 ალბათ. და თქვენი სათვალის ზომა მინიმუმ გაიზრდებოდა 2-მდე, 2.5-მდე, 3-მდე. ასე იყო? ასეა. გულწრფელად ოღონდ ძალიან გაიზარდა, კი. მე გადავედი ლინზებზე. მე გადახოდით ლინზებზე. აბსოლუტურად მინდა გითხრათ, რომ სათვალე
ეს არის დათვური სამსახური თვალისთვის. რაზედაც თქვენ ახლა აი ამ აუდიტორიის წინაშე ყველას აუხსენით. ანუ ეს არის ყავარჯენი. უკაცრავად. რატო ყავარჯენი? აი წარმოიდგინეთ, კაცმა მოიტეხა ფეხი, ის დაეყნო ყავარჯენს. ყავარჯნის ფუნქცია ფეხის მორჩენა ხომ არა? ყავარჯნის ფუნქცია არის ის, რომ მან გაიაროს. ანალოგიური ფუნქცია აქვს სათვალეს. სათვალის ფუნქცია არის, რომ თქვენ უკეთ დაინახოთ, მაგრამ არანაირად ის, რომ თქვენ თვალს უმკურნალოს. გადავედით ლინზებზე, ფანტასტიკური გამოგონებაა, პატივისცემ, ძალიან კარგია, კოსმეტიკური თვალსაზრისით, მაგრამ წარმოიდგინეთ, ალბათ ლეიკოპლასტერი ყველას ჩვენთაგანს დაგვიკვირია ხელზე, ხო? ის ჭრილობას ფანტასტიკურად ჩვენის, მაგრამ რა ხდება მის გვერდით რომ კანია? მოხარშულია. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, სამწუხაროდ არ წარმომიღია მულაჟი, მაგრამ ყველა ერთმანეთს თვალებში რო ჩავხედოთ, აი 2-3 კუთხედის შუა, ყველას გვაქვს შავი თვალის კაკალი, რომელიც მოჩანს. აი მისი ზედაპირი საათის მსგავსი ზედაპირი აქვს, რომელიც არის ძალიან გრძნობიარე, რქოვანაგარსი ქვია მას. და აი წარმოიდგინეთ, მას ადევს. ნუ კიდე კარგი თუ 24 საათიანი არ გაქვთ. არა, ღამის არის ღამისის ლინზებით. მას აწვება ეს, აწვება. ძალიან ბევრი ადამიანი არის, რომელიც ამ უხეშ სხეულს ვერ იტანს. ძალიან ბევრი ადამიანი არის, მაგალითად, რომელიც იტანს, მაგრამ წლების მანძილზე ამან შეიძლება ეს სავალდებულო არ არის, არ იფიქროთ რომ გაშინებთ არა. სავალდებულო არ არის, მაგრამ ისევე როგორც ნებისმიერმა უცხო უკაცრავად ნებისმიერმა უცხო სხეულმა შეიძლება გამოიწვიოს უამრავი დაავადებები ქვია კერატო კონიუნქტივიტი ან ძალიან ბევრი დაავადება. და რა პრობლემა ადამიანმა რომელსაც მე მაგალითად რო ვიხსნი ლინზებს აბსოლუტურად ვერ ადამიანმა უნდა მომართოს ჩვენ პირველი ვიზიტი როგორია? პირველი ვიზიტისთანავე ჩვენ ვაკეთებ ძალიან მარტივ გამოკვლევებს, ანუ იქ გაიხედე, გამოიხედე, ის მითხარი, ის მითხარი. ჩვენ ფიზიკურად არაფერს არ ვახებით პაციენტს, ან ტკივილს არ ვაყენებ და არაფერი. პირველივე მოსვლისთანავე ჩვენ გეუბნებოთ, ჩემო კარგო ლამაზო და საყვარელო ადამიანო, თქვენ გემატებათ 20%, 80, 60, ან 30, ეს ყველა ინდივიდუალურია. პირველივე ვიზიტზე პირველივე ვიზიტზე თქვენ მეუბნებით, იცით არა მე 20% არ მაწყობს ჯობს წავიდე ისევ ჩემი ლიზები გავიკეთო. ან ვიღაც მეუბნება, ვიმედე და რას ბძანებთ, როგორ არ მაწყობს. უკაცრავად. რა თქმა უნდა, ანუ თუ თქვენ გაწყობთ ჩვენი პირველივე მოსვლისთანავე, გარდა იმისა, რომ გისმევთ დიაგნოზს, გაძლევთ ამ პროგნოზს, ვიღაცას მეორე გასინჯვაზე. ვიღაცას მესამე გასინჯვაზე, წამლის, ოპერაციის, ნევსის, ქირურგიის გარეშე ემატება 1 საათში ეს დაპირებული მხედველობა. ეს მეორე ვიზიტი და მესამე ვიზიტი როგორ სახეს იღებს? ანუ რაღაცები გასინჯვა მოტანილია, ესეც ვითხარი. არა, ეს კი ეს აპარატურა, რომელიც შექმნილია სპეციალურად ჩვენი მეთოდისთვის, არის აბსოლუტურად ბუნებრივი. რატო? ის იდება სახის არეში, იმიტომ რომ სახეზე რაც არსებობს, ყველაფერი ერთმანეთ კავშირში არის. მინდა გითხრათ, რომ ადამიანი არ მეტყველებს პირით, არ ესმის ყურით, არ ხედავს თვალით. ყველაფერი ეს ხდება ცენტრალურ ნერვულ სისტემა აძლევს ბრძანებას. ჩვენ მოქმედებთ, აი ზუსტად აი ამ მხედველობის ანალიზატორი ქვია ამ გზას, საიდანაც შუქი რო შემოდის ჩვენთან თვალში, ის ადის ტვინამდე, ტვინი აძლევს მას სწორებ ბრძანებას და ის ბრუნდება უკან. აი მთელ ამ გზაზე ჩვენ მუშაობთ. მუშაობის დრო განისაზღვრება სადღაც 1 საათით. პროცედურა არის აბსოლუტურად უვნებელი, უმტკივნეულო და პირიქით ძალიან ისეთი რელაქსაცია, იმიტომ რომ ჟანგბადით იძეძგება, სტიმულაციას უხდენს იმ მიძინებულ უჯრედებს, ჟანგბადით ძეძგავს და აი უჯრედი რომელსაც ეძინა მე ის იღვიძებს. გაიღვიძებ თქვა უჯრედმა, რამდენი ხანი ვიქნები ესეთ კარგი მხედველობის მქონე, გაღვიძებული უჯრედები. 1 საათი. შემდეგ როდესაც მე თქვენ დავუშვათ 1 საათი იმუშავა, მე ყოველთვის ვეუბნები, რომ აი თქვენ გაქვთ რაღაც დრო, რომ წახვიდეთ და შეამოწმოთ თქვენი მხედველობა, ანუ თქვენზე უკეთ როგორ ხედავთ, არავინ არ ვიცი.
ანუ თქვენ მოდიხართ ჩემთან და მე მეუბნებით, მე კი იცით, მე აი რაღაც იმას რო ვერ ვხედავ, ყველას ვაყენებინებ ხოლმე ნიშნულებს. იცით, რომ აი დააყენე მანძილი, საიდან ხედა, ვერ ხედავ სახში, ეზოში, ქუჩაში. მეუბნებიან, კი ბატონო, ანუ თქვენი არჩევანია, იცით? აი აქაც საკმაოდ დემოკრატიული პრინციპი გვაქვს, იმიტომ რომ თვალის ექიმი ვარ. თუ თქვენ ვერ ხედავთ, თქვენ ცოცხალთავით ჩემთან მეორეჯერ აღარ მომბრძანდებით. მაგრამ თუ თქვენ ხედავთ, თქვენ ყველაფერს გადადებთ, ანუ ძალიან ხშირად ავიწყდებათ, რომ არა დაუშვათ ფული, დრო, სამსახური, შვილი და მილიონი პრობლემა. ყველაფერი ავიწყდებათ, რადგან თქვენ ერთ საათში გემატებათ ხედულობა. მე ამას ჭირდება გამყარება. აი ეს გამყარება ვარჯიშების სახით. იგივე რაც გაიგეთ. ვარჯიშები ეს ისევ თქვენთან უნდა მოვიდეთ თავისავარჯიშად და მე შემიძლია სახლის პირობებში. ისევე ის პროცედურა რაც ჩაიტარეთ ერთ საათში, რის გამოდაც რა დროში არის ეს ყველაფერი რა თვალისწინებაა მინიმუმ 5 დღე, მაქსიმუმ 10 დღე. და შემდეგ აღარ გჭირდება აღარაფერი დარჩენილი აღარობის შეიძლება ისევ დაზიანდეს. მოდით მაგრამ არსებობს შემთხვევები, როცა ადამიანები წლების განმავლობაში სათვალით რო დადიოდნენ, იხსნიან თქვენთან, თქვენი პროცედურების შემდეგ სამუდამოდ და ძალიან ბევრი პაციენტი ვადიკავკაზიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, საზომხეთიდან და უბრალოდ ელემენტარულად იცით, ხანდახან საკმაოდ დიდი კომფორტი მაქვს ხოლმე იმის გამო რომ აი ქართველები რომ მოდიან კაცო რა ხდება რატო უნდა ჩამოვიდ ნუ ხო ხედავს იქ მოსასწელში ხალხს რომ ქართველებმა რატო არ უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ რატო უნდა გამეგო ვიღაც ნათესავისგან ბიძაშვილისგან მეზობლისგან თქვენ ყოფილი პაციენტისგან ანუ მაგრამ რომ მეუბრუნდეთ აი მე ძალიან მაინტერესებს აღდგა ეს უჯრედები გაიღვიძა ესე რომ თქვა და მე რა ხდება აი ეს ვარჯიშები რამდენ ხანს უნდა ვაკეთოთ აი კარგი შეკითხვა მოდით გეტყვით თქვენ შეიძლება აგიღეთ გეტყვით 20% მე ხო თავიდან თქვი რომ აი ჩვენ გაძლევთ პროგნოზს მეთქი ხო თუ თქვენ მე მოგეცით პროგნოზი და თქვენი ორგანიზმის რესურსი ამ ეტაპზე არის მხედველობის 20%-ის მომატება ბუნებრივია თქვენ ერთი კურსი არ გეყოფათ ხო ანუ თუ კარგით ნორმა არის 10 ხაზი თქვენ ხედავთ 2 და მე ჩემი მეთოდის საშუალებით დაინახეთ 4 საკმარისი არ არის თქვენთვის კი კარგია მაგრამ საკმარისი არ არის ხო კარგით ვიღაცა მაგალითად თქვენ მომბრძანდით ჩვენთან მე გითხარით რომ თქვენ გაქვთ 80% მხედველობის მომატების პოტენცია ხო თქვენ ეს მე მაინტერესებს რომ მოგემატება მე აღარაფერი აღარ გჭირდება აი ამ კითხვას აღარ ვიტამინების კომპლექსი დაგჭირდეთ მკურნალობის დროს ესეც გაჩნია ასაკ მე დაუბრუნდები თქვენ კითხეთ გარდამტეხ ასაკში თქო ძალიან მინდა ყველას მივმართო მეგობრებო ნუ ის რო პატარებს უნდა გაუფრთხილდნენ ეს ფაქტია ალბათ დააკვირდით პატარებს როგორ ზიან როდესაც ისინი მაგიდასთან არიან ძალიან ახლოს თუ ცოტა იქეთ ლევანიკო გვისმენს ყურადღებით ხო ლევანიკოს მე უფრო კარგად აუხსნი როგორ არის დედიკოებსაც ხათა შორის რატო რომ დააკვირდით როგორ ზის ბავშვი როდესაც ის ხატავს წერს თუ კითხულობს ესე და სწორი უყურებს ტელევიზორს შორის დიდი ბოდიში რომ გაწყვეტ აი ტელევიზორის სხვა თემაა სოფლის ამაზე შემიძლია ვიცი და თქვენი აზრიც მაინტერესებს რომ 3 წლის ასაკში ბავშვი აუცილებლად უნდა მიუყვანოთ თვალის ექიმთან პროფილაქტიკისთვის. რატო 3 და არა 2? უფრო ადრეც ან ჩემს არა რატო არა 6 არა მოდით რა ამას ისეთ რა დღევანდელ დღეს ძალიან ძნელია ვიღაცას უთხრა უბრალოდ რაღაც ნუ უნდა იყოს კიდე შინაგანი რაღაც რამაც ეს უნდა აგიგრძალოს რომ მოდი ყველა ბავშვები ჩავამწკრივოთ და 3 წლის მერე მივყვანოთ ექიმთან რა თქმა უნდა ნორმალურ ქვეყანაში 6 თვეში ერთხელ უნდა მივიდეთ ყველა ჩვენთაგანი დაწყებული ჩემი და ლევანიკოთი დამთავრებული ექიმთან და გავისინჯოთ მაგრამ მე ხლა სხვა აკუთხით მინდა წარმოგიჩინოთ რომ დააკვირდით მეთქი ყველაზე მტკივნეული არის როდესაც ანუ ახლო მხედველობას იგებენ როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის ან როდესაც იგი გარდამტეხ ასაკშია რატო გარდამტეხი ასაკის დროს ხდება რევოლუცია ორგანიზმში ყველა ორგანო ცდილობს თავისი ადგილი დაიმკვიდროს და რა თქმა უნდა იქ სადაც სუსტია იქ წყდებაო ზარალდება თვალი აი თუნდაც თქვენ შემთხვევაშიაც მაგრამ ახლა რა შეხება მომიტევოს ყველა კოლეგამ რაზეა ლაპარაკი რა თქმა უნდა 3 წელსაც უნდა მიიყვანოთ ბავშვი ექიმთან. ანუ ასე ასაკს ვერ განსაზღვრეთ. მაგრამ
ერთადერთი რასაც გამოვყოფ, რომ აი ძირითადად ეს ჩემი მოგონილი არ არის, ეს არის სტატისტიკა, რომ ბავშვების ახლომხედველობა როგორ წესი აღმოცენდება ხოლმე სკოლაში შესვლის დროს, რატო იღებენ ჯანმრთელობის ცნობას და შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია სიელმე. ჩვენთან ერთ საათში, აი მე შემიძლია განახო თქვენ სურათები თუ ოპერატორი დაინტერესდება, რამდენ ხანს არის? იგათეყო, აი ესეც. რამდენ ხანს არის შენარჩუნებული შედეგი? აი მანდ არის სიელმი, მინდა გითხრათ, რომ სიელმის კურნალობა ბევრ, არა მეორე თუ შეიძლება. ეს 10 წლიანი შედეგები გვაქვს. სიელმე ცალკე თემაა, აი როგორ გას. აი სიელმე ბევრად რთული მოსაწყო. შეიძლება მე მგონი მე უნდა კამერას დავანახებ ერთი წუთი და კი, მაშინ პირველი სურათი ეს არის. როგორი მოვიდა ეს ახალგაზრდა ბიჭუნა ჩვენთან? მეორე როგორი გაუშვით და მესამე 8 წლის მერე. არასრულწლოვნები არიან და მე მგონი არ გვაქვს პაციენტების ჩვენების პრობლემა. მე რამდენადაც ვიცი ეს. ყოველ შემთხვევაში შედეგს არ ვახსენებ, აი ეს აპარატურა რაც გაქვთ ეს სურათებია, არა, უბრალოდ მე ხელით მოწერილი მაქვს ჩვენთან ასეთი მეთოდია, როდესაც YouTube-ზე ვანთავსებ ამ სურათებს პაციენტების მაკაგოგიაშვილს. აი, ეს შეიძლება არ უნდა ვთქვა რეკლამაში რო არ ჩამოთვალე. შემეშინდა. მაინტერესებს აი ეს აპარატურა რაც გაქვთ მოტანილი, შეგვიძლია გამოყენებას რომ თვალსაჩინო გახდეს მაყურებლისთვის უფრო. კი, შეგვიძლია. მაყურებლისთვისაც უფრო მეტად საინტერესო იქნება. აი ყავ პაციენტი. მოვძანდეთ პაციენტო დავძანდეთ. ეს რა? ანუ ეს არის ნაწილი იმ აპარატურისა, რომელსაც ჩვენ ვხმარობთ იმისათვის, რომ აი ეს პროგნოზი პირველად რომ მოდიხართ, სხვა აპარატურით გისინჯათ. სანამ არ მოხვალ, ჩემთან ვერ გეტყვით. თუ მოხვალ, ვიწრო დროში რომ ეს ამაში. დიაგნოსტიკა გაუკეთოთ ახლა ჯაოს. ნახავთ როგორ ჩვენთან უნდა 5 მეტრი უნდა იყოს ოთახის სიგრძე, ანუ სპეციფიკა თვალს ნამდვილად აქვს. მეც კი მაქვს თვალზე პრობლემა, ვთქვა, ჩემ პრობლემა. იცი დავილიჩი. რა პრობლემაა? მე მაქვს მინუსი, ოღონდ ცოტა 0.75 ერთ თვალში, მეორეში -1. წესი თუ ვიმსჯელებთ, რომ და ლინზა ვერ დამეხმარე რა. ახლავე? ხო. ეს აქ უნდა ჩავკი ბატონო. ლინზა ვერ ვიგუე ხალბატონო. აი, რასაც მე ვსაუბრობდი, მოგძანდით, აი თქვენ ნამდვილად ვიცი, რომ 80%-ზე მეტი გექნება შედეგი. ეს საათი მოდი მე არაფერი არ ვით ახლა ერთი შეხედვით რომ ნუ როდესაც დაბალია სათვალე, რაც უფრო ახლა ესეც ცნობილი ფაქტია. რაც უფრო დაბალია, კი ბატონო, ეს. ესეც შეაერთეთ და ესეც. რაც უფრო დაბალია სათვალის ზომა, ესე იგი შესაბამისად მანკიც დაბალია და მისი მორჩევა ბევრად მარტივია ვიდრე -20-ის და არა კაცო ქეცისაც დაბალი აქვს. რატო -20, -25, აი YouTube-ზე ნახეთ მაკა გოგიაშვილი ინგლისურად თუ ჩაწერთ ხარ ხალხთან მაკა როგორ ფიქრობთ რა უშლის ხელს კლასიკურ ოფთალმოლოგიას რომ აი ამ მეთოდზე გადავიდეს მთლიანად? ჩემო საყვარელო ჩვენ ვებრძვით მთელ უზარმაზარ ბიზნესი. ნუ ეს იცი რომ ხელა ბიზნესია, სათვალების წარმოებლები და ლინზების წარმოებლები. ეხლა იცით მე კიდე ესე თლად ღრმად ვერ ვსაუბრობ ამის შესახებ, იმიტომ რომ ეს არის მთელი კორპორაციაც ვერ ვიტყოდი, ნახევარი სამყარო, რომელიც რა თქმა უნდა. მე დღეს დავუკვირდოთ მაგ ბიზნესს, რომ რაღაცა შეიძლება ამ აპარატებით. ძალიან დრო დარჩა და რაღაცა პროცედურა. მოდი და აი ასე თქვენ აი ამას მოიწეთ დადეთ აი თვითონ ჩვენი მაგი და დაგეხმაროთ როგორ? დაგეხმაროთ ესე აი ეს. დავდგე? დაიჭირეთ ეს ხელში და მიდეთ საფეთქლებზე. საფეთქლებზე. ვაიმე. ჩართე და გამოკარე. ნუ კარ. თულია ძალიან. არა, და ეხა ჩართულია? ჩართეთ. შევაერთეთ. და რა არის? აი რა შეგრძნება გაქვს? ფაზეა. რა შეგრძნება აქ? არაფერი. კაი, აბა მე ეს არ დაჯექით. ეს ერთი წამი, ხო მე დავიბენე თან დამაინტერესა. ეს რა პროცედურაა კონკრეტულად გასინჯვა? გაღვიძება. ეს არის უჯრედის გაღვიძება. ასე მარტივად. ზადექი გაიღვიძე უჯრედო. ეს არის მაგნიტოსტიმულატორი, მაგნიტური ველი, იწევს ბიოქიმიური ცვლილების აქტივაციას, რის შედეგადაც ნებისმიერი ორგანო უჯრედი იძეცგება ჟანგბადით. გაჯერებული ჟანგბადით უჯრედს უნდება სიცოცხლე. უბრუნდება ფუნქცია, მისი ფუნქცია არის ხედველობა. ესეც იგივე. აი მოგძანდით, თქვენ შეგიძლიათ ეს გაიგეთეთ?
მივიდო საფეთქელზე? არა, ეს თვალს უნდა უყუროთ. ოპს. გიორგი, შენ კარგად ვერ გაგვიკეთე, ვერ დაგვეხმარო. გიორგის ვეღარ ავყავ ჩემ ასისტენტად. ჩამივარდა კოზინაციაში. იწამოვალ ქალბატონო მაგამ. იგენა ციამობლებით. თვალზე მივიდო? არა, ეხლა გეტყვი. თქვენც უნდა დაბძანდეთ და უყუროთ ამას. რეკლამაზე მინდა რომ აი ესე გავიდე. არის შესაძლებელი. ჯაო, შემოხედე ერთი. ნუ კამენდაში დავიჭირე. ესეც ანუ იმავე მიზანს ემსახურა. ხელი დავიჭირე. თავზე. ტკივნეული ტკივნეულია? არა, არაფერი როგორ გახალე? კარგი, ეხლა გადავდივარ აი, სხვა ესე გავალ, წერტილებზე. სხვა ანუ რაღაცა რაოდენობა დროის უნდა 1 წერტილი, 5 წერტილია. მე ვაკეთებთ აქ, მე ვაკეთებთ ყურების ქვეშ. ხო გითხარით, სადაც არის აი მხედველობის გზების ანალიზატორი. და ქალბატონო მაკა ჩვენი გადაცემის დასასრულს, იმიტომ რომ გადავაცილეთ ცოტა, სად შეიძლება მოგმართოთ და ვასრულებთ ამ გადაცემის ამ ნაწილს. თქვით? კი, ყველაფერი. მე შინდა არ უნდა ვთქვა და არა, ის არის. დარწმუნებული რომ მაყურებელს ახლა დააინტერესებს. კი ბატონო, ჩვენ დაახლოებით გაჯდება ეს პროცედურები, ეგეც რომ ხო, აი ძალიან კარგი შეკითხვა. ჩვენ არ ვღებულობთ პირდაპირ ჯობს ჩაიწერონ ტელეფონის ნომერი, ეს არის 214 30 28 12-დან 6 საათამდე. 214 30 28 12-დან 18 საათამდე ყოველ დღე, ორშაბათს პარასკევის ჩათვლით. ჩვენ საერთოდ ვარ დიდუბე პლაზაში, მაგრამ მინდა ყველას ბოდიში მოუხადო, თუ ვინმე არ დარეკავს და არ შეგვითანხმდება შეხვედრაზე, სამწუხაროდ მოგვიწევს მისი კი უკან გაზიარება. რაც შეეხება ფას, ახლა ძალიან გთხოვთ, ახლა არ წაიქცეთ. ანუ ესეთი აპარატურა, რაც ახლა მე თქვენ განახედ, არის 16 ნაირი. ბუნებრივია სტუდიაში 16-ს მე ვერ წამოვიღებდი, ხო? ერთის ფასი 16-მდე მერყეობს 3 ლარიდან 3 ლარიდან? 9 ლარამდე. ძალიან მაგდეთ. აბსოლუტურად და ეს არის. მართლა სერიოზულად გეუბნებით, უბრალოდ არის პაციენტი და ხშირად ეს ხდება ხოლმე, როდესაც აი ეს გარდამტეხი ასაკი მაქვს ძალიან მეშინი ამასაკის. როგორ ხდება? ვიღაცას სჭირდება 3 ლარიანი აპარატურა 5 ნაირი, 3-ჯერ 5 15. დღეში 2-ჯერ 30. 10 დღე 300. მიხდით? მეგონი სამსებით მისაღები ფასი არის. თვალი აგეხილოს ხარები მარი ფიქრობს რომ მობა 3 ლარს გადაიხსნის და მხედველობა დაუბრუნდება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. სამწუხაროდ ბლოკი მიიწურა, მაგრამ მე მეგონი მეტნაკლებად მიშევია ხო და მაყურებელმაც მე მგონი გაიგო. დიდი მადლობა კიდევ ინფორმაციისათვის. ველოდებით, ისე თქვენ იქნებით ყველაზე კარგი. ჩემი რეკლამა, რაც პროფილაქტიკა, აგერ 2 პაციენტი უკვე ვიშოვე გიორგი. რეკლამა და დაგიბრუნდებით რამდენიმე არ გადავთ.